ძვირფასო მეგობრებო, ეხლა იწყება არჩევნების მეორე ეტაპი, რომელიც არის არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე პირველი. მე მიმართავ ყველა იმ ადამიანს, ვინც ეხლა უნდა დაიცვას თითოეული ხმა უბანზე. ეხლა ძალიან ბევრი რამ არის თქვენზე დამოკიდებული, უნდა იყოს მაქსიმალური მობილიზაცია, რომ თითოეული ჩვენი ხმა, თითოეული მომხრის ხმა, რომელიც ძალიან ბევრია, იყოს დაცული. მე მაქვს ინფორმაცია ადგილებიდან და ვიცი ძალიან კარგად, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ხმა მივიღეთ, რომელსაც აუცილებლად დავიცავთ და ეს ძალიან მალე გამოჩნდება. რაც შეეხება exit polls, რომლითაც მუდმივად მანიპულირება ხდება საქართველოში, ეს არაფერს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ტელევიზიებშიც კი 30% რჩება პასუხგაუცემელი, გარდა ამისა, ყველამ ძალიან კარგად იცით. ჩვენი მომხრეები იყვნენ გაფრთხილებულნი, არც ერთ ჩვენ მომხრეს არ გაუცია პასუხი exit polls შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით და ვიცით, როგორი მანიპულირება ხდება exit polls მიერ, ასე რომ ნებისმიერი პროცენტი, რომელიც ჩვენ შეიძლება გამოგვიცხადონ exit poll-ით, ძალიან გასაოცარი იქნება, იმიტომ რომ არც ერთ ჩვენს მომხრეს პასუხი არ უნდა გაეცა და არც გაუცია exit polls მიერ დასმულ კითხვებზე. ასე რომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ ყველა ჩვენს გულშემატკივარს, რომ შვიდად დაელოდოს არჩევნების გამოცხადების შედეგების გამოცხადებას. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებიც ეხლა არიან უბნებზე და რომლებზეც არის დამოკიდებული ხმების დაცვა, ამას მაქსიმალურად გააკეთებენ, დაიცავენ ყველა ჩვენს ხმას და ხვალ ჩვენი მომხრეები სრულიად სხვა შედეგებს იხილავენ და ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებიან შედეგებით. ასე რომ წარმატებას უსურვებ იმ ადამიანებს, ვინც ეხლა იწყებენ პრაქტიკულად მუშაობას, იმ ადამიანებს, ვიზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვიცი შედეგები, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შედეგი, უმნიშვნელოვანესი, რომელიც ქვეყნისათვის გარდამტეხი იქნება და ჩვენ ამ შედეგს აუცილებლად დავიცავთ. რაც შეეხება მარნეულის ფაქტს, მინდა აუცილებლად გამოვეხმაურო, იმიტომ რომ ძალიან სახიფათოა ასეთი ფაქტები არჩევნების დროს. მე მინდა კიდევ ერთხელ მოუწოდო ყველას, განსაკუთრებით მარნეულის მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ არანაირ პროვოკაციას. ხელისუფლების ვალდებულება გახლავთ ის, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არ იყოს არასტაბილურობა. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, მე ბუნებრივია არ ვიცი, თუმცა ნაციონალური მოძრაობის და ბურჭულაძის პარტიის ერთობლივი მოქმედებები მე ნამდვილად არ გამიკვირდება და ვფიქრობ, ძალიან ბევრ ადამიანს ეს კითხვის ნიშანს აღარ გაუჩენს, იმიტომ რომ აქ გასაკვირი განსაკუთრებით არაფერი არ არის. ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან კარგად იცის, რომ მისი შედეგი რადიკალურად განსხვავდება რუსთავი ორის მიერ გამოცხადებული შედეგისაგან ნეგატიური მიმართულებით. ერთი რამეც უნდა ვთქვა, ორივე პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამაც და ქართულმა ოცნებამაც ძალიან კარგად იცის, რომ გამოცხადებულ exit polls არაფერი არ აქვს საერთო სინამდვილესთან, იმიტომ რომ ისეთი აჟიოტაჟი და სიხარული, რაც იციან ხოლმე, როდესაც წინასწარ გაყალბებულ არჩევნებს აცხადებენ, შამპანიურებით და ფეიერვერკებით, დღეს კიდევ კარგი არ დაგვინახავს. ასე რომ მეგობრებო, არ იღელვოთ, დაელოდეთ შედეგებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 30% ამ ტელევიზიების გამოცხადებულ შედეგებშიც კი არ ჩანს. გორბიც კი აღიარებდა, რომელიც იმედის exit polls საფუძველს წარმოადგენს, რომ ყოველი მეხუთე ადამიანი აძლევდა მხოლოდ პასუხს, ანუ 5-დან 1 პასუხობდა მხოლოდ და 4 არა. ჩვენ რომ ჩვენი მომხრეების მხრიდან ერთმნიშვნელოვნად ჰქონდა დასტური, რომ ამ exit polls-ში მონაწილეობა არ მიეღოთ, ეს ზუსტად ვიცით, ასე რომ ჩვენი მომხრეების ხმა ამ exit polls-ში არ არის. დაველოდოთ შედეგებს, კიდევ ერთხელ მოუწოდებ ყველას, ვინც არის უბანზე, თვალ მოუხუჭავად, დაიცავით თითოეული ხმა, კაცრად და თუ საჭიროა კანონის ფარგლებში, აგრესიულადაც კი. კანონის ფარგლებში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას. დაიცავით თითოეული ხმა და ჩვენ ხვალ სრულიად სხვა შედეგს მივიღებთ, ისეც
როგორიც სჭირდება უკეთეს ხვალინდელ საქართველოს.